ლისის ტბაში თუ ჩასულ ხართ თან შუა მარტში. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გვიან დავიძინეთ, დღეს დილით ადრე წამოვხდით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ადგილას მიმყავს ბავშვები. მოვედით ტორტების მასტერკლასზე, სადაც ბავშვებმა თავიანთი ხელით უნდა მორთონ ტორტები. პირველ რიგში იმუშავეს მარციპანზე, შემდეგ გადავიდნენ კრემით მუშაობაზე და მასტერკლასი გაგრძელდა საათნახევარი და ბავშვებს ძალიან მოეწონათ. წამოვიღეთ ჩვენი ტორტები, ასე საპატიო ადგილას ვამგზავრეთ. ამასობაში ბავშვებს მოშივდათ და რადგან დასვენების დღე იყო, ბევრი თავისუფალი დრო გქონდა და გადაწყვეტეთ, რომ ხინკლის მისერთმევად წამოვსულიყავით. შემდეგ წავედით ლისის ტბაზე და მანქანაში ნახეთ რა ხდება. რა შეიძლება მომხდარიყო ტბაზე თუ არა ის, რომ ბავშვებს მოუნდათ წყალში ჩასვლა. ნახევარ საათიანი წუწუნის შემდეგ ძლივს გადავაფიქრებინეთ და ნაპირზე ყოფნით შემოიფარგნენ. აქ ნაპოვნი იშვიათი ქვების განხილვა მიმდინარეობს. შემდეგ მოუნდათ ნაყინი და რამოდენიმე რიგში დგომის შემდეგ მიხვდით, რომ აზრი არ ქონდა და ჩვეულებრივ ჯიხურში შევიძინეთ და სეზონის პირველი ცივი ყავაც დავაგემოვნე, რომელიც სხვათა შორის არ იყო ცუდი. საკმაოდ დიდი ხანი ვისეირნეთ და გვიან დავბრუნდით სახლში. ჩვენმა კონდიტერმა დაგვიჭრა ტორტი და მოგვართვა ჩაი. ტორტი მართლაც უგემრიელესი იყო. და ბოლოს ყველა მშობლის საყვარელი მომენტი, ბავშვის დაძინების შემდეგ გამოვიძახეთ ტაი, ავარჩიოთ ადამ სენდლერის კომედია და ჩავუჯექით გემრიელად.